გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი უფასო ვაქცინა ოქტომბრის დასაწყისისთვის შემოვა. ექიმ-ეპიდემიოლოგ ეკა ბურდიაშვილის განმარტებით მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ჩაიტარონ. აღსანიშნავი არის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე პრივილეგიით ისარგებლებენ დაავადების გართულებით მომატებული რისკის მქონე მოქალაქეები. მოგხსენებათ, რომ დაიწყო სახელმწიფომ უკვე ზრუნვა 2026-27 წლების სეზონური გრიპის პრევენციის მიზნით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან უკვე მივიღეთ რისკ-ჯგუფების განსაზღვრელი მონაცემები მოითხოვეს და კონტროლის ცენტრმა შესაბამისად მოვინიშნეთ და გადავეცით მათ საჭირო რაოდენობა შარშანდელი აცრილების გათვალისწინებით. რისკ-ჯგუფები ისეთია, როგორც შარშან, არის ესე იგი დიაბეტიკები, სკოლის პედაგოგები, ბაღის პერსონალი, სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალი და მოქალაქეებიც, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით. ამიტომ მოუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ არ გამორჩეთ ეს აქტიური შესაძლებლობა, რომ დაიცვან თავი ზამთრისთვის გრიპისაგან და მიაკითხონ აქტიურად ითანამშრომლონ თავიანთი ოჯახის ექიმებთან. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ვაქცინა სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეულები და იმუნიტეტი და ეს პერიოდი არის სწორედ 2 კვირა დაახლოებით, რომ ორგანიზმი მზად შეხვდეს, ანუ უკვე ანტისხეულები ჰქონდეს მას და სეზონურ გრიპს შეხვდეს მომზადებული და ეს ყოველწლიურად გრიპის სეზონური გრიპის ვაქცინა იცავს მთელი სეზონის განმავლობაში ორგანიზმს გარემოში მიმდინარე გრიპის ვირუსისაგან.